შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შაბათს პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავს ირანთან ბირთვული პროგრამის თაობაზე. ისრაელის პრემიერი პირველი ლიდერია, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტს მას შემდეგ ეწვია, რაც ტრამპმა მსოფლიო მასშტაბით ტარიფები დააწესა. ჩვენ უკვე დავიწყეთ პირდაპირი მოლაპარაკებები ირანთან და ეს გაგრძელდება შაბათს, როდესაც დიდი და მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება. ნახოთ რა მოხდება. შეხვედრის დროს ნეთანიაჰუმ ასევე პირობადად რომ აღმოფხრის ისრაელის სავაჭრო დეფიციტს შეერთებულ შტატებთან მას შემდეგ, რაც მის ქვეყანას გასულ კვირას 17%-იანი ტარიფი დაუწესდა. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად ვიმოქმედოთ და ეს სწორი ნაბიჯი იქნება. ვაპირებთ იმ სავაჭრო ბარიერების გაუქმებას, რომელთა დაწესებაც არ იყო აუცილებელი. ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მან და ტრამპმა განიხილეს ღაზაში გატაცებული მძევლების გათავისუფლების საკითხი და დასძინა, რომ ისინი ახლა სხვა ახალ შეთანხმებაზე მუშაობენ. ამავდროულად ასობით ისრაელელმა თელ-ავივში საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ნეთანიაჰუსა და მისი მთავრობის პოლიტიკასა და ღაზაში საბრძოლო მოქმედებების განახლებას ეწინააღმდეგებიან.